ადამიანი, ეპოქა, მოვლენა, კანონი. ჩვენი გენეტიკური კოდი სამართლიანობას ეძებს, როცა ირგვლივ უსამართლობაა. დისკუსია, რომელსაც დასასრული არ აქვს. როგორები ვართ ჩვენ დღეს ისტორიის წინაშე? ვართ თუ არა კანონმორჩილი საზოგადოება, რაც გვასწავლის განვლილი ისტორია და რისთვის უნდა ვიყოთ მზად, როცა კანონი ხან სამართლიანია, ხან უსამართლო. საბოლოოდ რას ვირჩევთ? ადამიანის მიერ დაწერილ კანონს თუ დროის სამართალს? გადაცემა დროის სამართალი. ყოველ კვირას 19 საათზე. დაიწყე აზროვნება დღეს. შუა დღემშვიდობისა, მოგესალმებით, თქვენ უყურებთ საქართველოს ტალღის სტუდიიდან გადაცემას დროის სამართალს. მე მერაბ ჭიქაშვილი ვარ, დღევანდელ გადაცემას მე წარუძღვები. ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმრები კი არიან ბატონი მერაბ ჟორდანია, ლანჩხუთის გურიის, დინამო თბილისის და ქუთაისის ტორპედოს ვეტერანი ფეხბურთელი და ასევე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი. მე ჩვენი მეორე სტუმარი კი გახლავთ ბატონი თემურ ჩხაიძე, ლანჩხუთის გურიის ყოფილი კაპიტანი და ვეტერანი ფეხბურთელი. მე მინდა ეხლა ვთქვა და თავიდანვე ვთქვა, რომ დროის სამართალი ეს გადაცემა მართლაც რომ დღეს უშუალოდ დაკავშირებულია სწორედ იმ ამბავზე, იმ ლეგენდაზე ვისაუბრებთ, რასაც ლანჩხუთის გურია ჰქვია და იმ ლეგენდარულ ფეხბურთელებზე, რომლებიც რა თქმა უნდა არიან ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმრები და ასევე იმ ადამიანებზე და იმ ეპოქაზე, რომელიც ლანჩხუთის გურიამ შექმნა და ლანჩხუთის გურია ისევ სათავეს იღებს, აღორძინების სათავეს იღებს, სწორედაც აი თუ ეხლა ხანს გახდა ეს ცნობილი და მე ამიტომ ვიტყვი, რომ დღეს რაღაცნაირად ლოგიკურადაც, ბუნებრივადაც და სამართლებრივადაც და ისტორიულადაც ძალიან სწორია და ზუსტია რომ ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმრები ხართ ჩვენთან ერთად და ასევე დღეს გვაქვს ეს გადაცემა. ჩვენ რამოდენიმე მე მინდა ბატონო მერაბ და ბატონო თემური თხოვოთ ასეთ რაღაც გითხრათ რომ ჯერ ერთი რა თქმა უნდა დიდი მადლობა რომ იღებ ჩვენ გადაცემაში მონაწილეობას, მაგრამ ჩვენ დაახლოებით ერთი კვირით ადრე გქონდა დაანონსებული ეს თქვენი სტუმრობა და ზოგადად გვინდოდა რომ რა თქმა უნდა ლანჩხუთის გურიაზე გვესაუბრა და ზოგადად გვესაუბრა იმ ფენომენზე, იმ ეპოქაზე, იმ დროზე, რომელიც სულ ეხლა ხანს იყო. შეიძლება ითქვას, რომ ბევრისთვის რაღაც ისტორიის გახსენება სხვანაირად ხდება ხოლმე, მაგრამ ჩვენთვის ეს აი გუშინდელი დღე თითქოს არის მართლაც კიდე ბევრი დღის საწინდარი, ბევრი მომავალი დღის საწინდარი და ჩვენ ანონსი გქონდა ასეთი და ჩვენ სხვა შორის დაგვიკავშირდა ადამიანი და გითხრა რომ გთხოვა რომ მას უნდოდა აუცილებლად მიეღო ამ გადაცემაში მონაწილეობა, ოღონ სატელეფონო ჩართვით რა და თუ ნებას მომცემთ მე თუ არის ბატონი ხაზზე თავად და უბრალოდ მინდა რომ ეს რაღაცნაირად ეს თხოვნა ჩვენ გადაცემაში დროის სამართალში ჩვენ შემდეგ პერიოდულად შემოვიყვანთ ზარებსაც, მაგრამ დღევანდელ გადაცემაში მართლაც გვინდოდა ჯერ პირველი რაღაცა გაგვეხსნა, თქვა ეთერი ამ კუთხით, მაგრამ ბატონმა გთხოვა რომ შემოსულიყო ზარი, თუმცა მე მანამდე ვიდრე შემოვა ბატონი ხაზზე და ვიდრე თავად დაასახელებს ეს ვინ არის და რატომ ასეთი გულდასმით რატომ უნდა მას რომ მიიღო მონაწილეობა თქვენ გადაცემაში, თან განსაკუთრებით რომ გაიგო აი ხაზია და მოდი მაშინ მე არ დავასწრებ მოვლენებს, შემოვიყვანოთ. ზარია პირდაპირ ეთერში თუ გესმით ჩვენი ხმა, მე მგონი ვფიქრობ რომ თქვენი თხოვნა აგისრულეთ და გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. დიდი მადლობა. მესმის კარგად ყველაფერი, თავარია თქვენ გესმოდით დამსმენელს. დიახ, ისმის, გისმენთ. პირველ რიგში თავხედობაში არ ჩამითვალოთ რომ გთხოვეთ, ალბათ მე დამეწყო დღევანდელი გადაცემა. ისეთი ადამიანები ყავს სტუმრად, რომ შეიძლება თავხედობაში აითვალოს, მაგრამ ვიტყვი რაღაცას ალბათ მე მაბატიებს მსმენელის, თქვენი სტუმრების მაბატიებენ და თქვენს მაბატიებს ალბათ. რამ გამოიწვია ჩემი ესეთი თხოვნა? პირველი, ალბათ იმ ემოციამ, რომელიც გამოიწვია ჩემში ლანჩხუთის გურის ხსენება. ალბათ ძალიან ცოტა მოიძებნება საქართველოში ადამიანი, რომელმაც ისე იცის ლანჩხუთის გურის ისტორია, ძველი და მთელი ონდენოპერიტი, როგორც მე ამას აბახში დავლაპარაკობ, მე ასაკიანი კაცი ვარ, საკმაოდ ასაკიანი კაცი ვარ, 80 წელს მიღწეული და ჩემ თვალწინ გაიარა შეიძლება ითქვას ლანჩხუთის გურის მთელმა ცხოვრებამ, მიუხედავად იმისა, რომ თბილისელი ვარ, დედულეთია ლანჩხუთი. დედა ჟორდანია მყავდა მეც
და მიხარია რომ აღარ ჯორდანიაზის ტელევიზიაში ჩემი საყვარელი კაცი მერავი ჩემი უსაყვარლესი კაცი ლევანიშვილი და საოცარი ბაბუის პაჭუ ჯორდანიშვილი და 100 მილიარდი აღწვა მაგრამ ეხლა დაუბრუნდით ლანჩხუთის გურიას ძალიან პატარა ვიცი ვიყავი ალბათ 5-6 წლის ვიყავი ეს არის დაახლოებით 55 მეტი ცოტა 55-16 წლები სასულიერო დედულში და იქ ცხოვრობდა ერთი კაცი რამინ ჯორდანია მისი შვილი იყო სოსო ჯორდანია რომელიც საკათანასე ძალიან ჭიდოთ არის დაკავშირებული ლანჩხუთის გურიის შეხნა ამას მე ვიტყვი და რომელმასაც ფანატი იყო ფეხბურთის საერთოდ ძალიან არესხოდა რამინ შელა ფეხბურთი მაგრამ ლანჩხუთის გურიაზე იჯდებოდა მასპარზე ლანჩხუთის გურია არ ერქვა ეს პერიოდი როდესაც ლანჩხუთის გურიას ერქვა ლანჩხუთის კოლმეურნე და ეს იყო საოცარი პერიოდი, აი აღწინების, აღშენებლობისა ომის შემდგომი პერიოდი და ლანჩხუთის გურია იყო ის ლანჩხუთის კოლმეურნე იყო ის განსარტობი და ხალხის სანახაობის ადგილი, სადაც მიდიოდა მთელი ლანჩხუთი, უნდა გენახათ რომ დინარესავით მიდიოდა ეს მოსახლეობა ჭოლიპარში არსებულ სტადიონზე და იფშებოდა სტადიონი. მე მახსოვს კიდევ ლაპარაკობ ის პერიოდი როდესაც ლანჩხუთში ჩამოდიოდნენ ოზურგეთის ბეღურთათებული ჩამოდიოდა ცხაკაიდან მაშინ ცხაკაია ერქვა სენაკს სამტრედიის და ეს იყო ძრიმი ქართული სულისა და ფეხბურთისა შემდეგ მოხდა ისე რომ მე თქვი რამი ჟორდანია ვახსენე რომელიც იყო ფანატი უბრალოდ მაგრამ მისი შვილი მაშინ სწავლობდა ფიზკულტურის ინსტიტუტში ფეხბურთის ფაკულტეტზე სოსო ჟორდანია თუ დაამთავრა სულ დაბრუნდა ლანჩხუთის კოლმეურნეში და გახდა მისი ფეხბურთელი და ამ პერიოდში სპაშურის გურიის ფეხბურთელის 100% იყო ლანჩხუთელების წარმოდგენილი ძალიან 1-2 კაცი თუ იქნებოდა არა ლანჩხუთელი ისე გურიის სხვა რაიონიდან იყო ალბათ მე მართლა ბევრად ახალგაზრდა აჩვენებს ბატონი თემური მაგრამ ალბათ გამემოწვევა ამაში თითქოს ლანჩხუთელების ეხა შედგებოდა ეს გუნდი და სოსო ემოციოზო დაამთავრა, რომ მის პერიოდშივე მოხდა ერთი კარგი კაცის შემოერთება ლანჩხუთის გურიაში, ეს იყო კაკაბაძე ჩალოვა. მე დეტალებს ვიტყვი ხვები ამას, ეს ხალხი დასახსენებელია დღეს და მათი სული ალბათ ხარობს, რომ ჩვენ ლანჩხუთის გურიაზე ესე ვლაპარაკებთ. ჩალოვა კაკაბაძე იყო კიდევ ერთი ის კაცი, ის სახელს უკავშირდება შემდეგ ლანჩხუთის გურიის ისტორია წარმატება, კოლმეურნის წარმატება უბრალოდ იმ პერიოდში. და იყო ლანჩხუთი კიდევ ერთი კაცი, ვის გარეშეც ლანჩხუთის გურიის წარმოდგენა შეუძლებელია. ეს იყო ევროპის შევარდნაც. კაცი, რომელიც აი ფიზიკურად მასთან შეიძლება გადაადგილება უჭირდა, მაგრამ ფეხბურთის მსგავსი ფანატები არ შემხვედრია. სწორედ მის სახელს უკავშირდება და სოსო ჟორდანიას სახელს უკავშირდება ლანჩხუთის გურიის. შეიძლება ითქვას და დასაწყისი აღზევება და შემდეგ წარმატება მთელი ამ გუნდისა და მასულებს იმიტომ ვახსენე და მასახელებს ახლა რომ მათ მინდა მადლობა მიუძღვნა და მოახსენო მადლობა მათ. რაც შეეხება შემდგომ პერიოდს ამ გუნდში მე გაჩნდნენ ფეხბურთელები უკვე დასაკვირველია სხვადასხვა რაიონებიდან და მეცაც გეტყვი თბილისის დინამოდან მოსკოვის დინამოდან იყო გადმოყვანილი ერთი ახალგაზრდა კაცი კენესელიძე მე მსგავსი მაშინები მცველი რომელიც მთელ მხარეს ფლობდა არც მინახავს და მას ყოველთვის ლანჩხუთელები სტრელას ეძახდა საოცარი ფეხბურთელები გაჩნდა დაბუცაძე იყო ამ პერიოდში გაჩნდა ლანჩხუთის გურიაში ფეხბურთელი გორელი ნოშრევან ნარიაშვილი არ შეიძლება ეს კაცი არ ვახსენო ალბათ მერაბი დამესახლება იმიტომ რომ ეს იყო აი განუმეორებელი მისამეს თუ შევადარებ ვინმეს საერთოდ შენს წარმოდგენაში ეს არის ნოშრევან ნარიაშვილი ნოშრეს სახელით ცნობილი და ეს გორელი კაცი რომელიც საოცარი გორული ქართული კიდევ ლაპარაკობდა დაფუძნდა ლანჩხუთის დღეს მისი შვილია მის ნაშიერებელი და ეს იყო მეტყველებით სუბთა გორული კაცი თავისი მანერებით ცხოვრებისა და მისი სახელი რომ ეს იყო მარცხენა ფრთა ასევე 11 ნომერი და ნუ ეს ამოვიდა ეს რაობა შემდეგ დასაკვირველია წარმატებები განაპირობა იმანაც რომ ამ ფეხბურთს ამ გუნდში ჩამოვიდა ლევან ჯორდანია
ჩამოყვენ თბილისელი ფეხბურთელები ძალიან კარგი ფეხბურთელები და ეს არის პერიოდი, განშუდის გურია საოცარ წარმატებას აღწევს და 3 გუნდი თუ დასახელდება საქართველოში თბილისის დინამო, ქუთაისის ტორპედო, მესამე დასაკვირველი განშუდის გურია, ეს საოცარი გუნდი, მე მახსოვს CSKA-ს ხვდებოდა საბჭოთა კავშირის თასზე და ფუტბოლში დაიწერა სტატია ცნობილი ჟურნალისტისა ვინაკუროვისა ასეთი სათაურით ტოჩკა ნაკარწე წერტილი რუკაზე არავინ არ იცოდა საბჭოთა კავშირის სად იყო ლანჩხუთი CSKA რომ მოდიოდა ჩამოღრიდა თბილისში წარმოდგენა არ ქონდა საფრთხეებზე გახდა ლანჩხუთის გუნდი და სიმართლე რომ გითხრათ გვირი ადიდე CSKA-ს მაშინ საქართველოს პირველობაზე მოასპარეზე გუნდი იყო ლანჩხუთის გურია უმაღლეს ლიგაში ასაკობრივია საქართველოში ცნობილი მაგრამ რუსეთში უცნობი ძლივს არ ვიცი ახლა რაღაც დახმარებებითაც ალბათ საჯირი ასე CSKA 2-1 გაიმარჯვა იმ თამაშში მაგას მე სხვა თამაშებიც მოყვა კიევთან და მაგას მერავი ალბათ იტყვის მაგრამ ეს იყო საოცარი რეზონანსული თამაში CSKA ძლივს გადაურჩია მაშინ საბჭოთა კავშირის თასზე გამოვარდა ლევანს უკავშირდება ლევან ჯორდანიას ძალიან დიდი წარმატება ლანჩხუთის გურიესი იმ ბიჭებისა რომლებიც ლევანის გულზე აფშევდნენ და გავიდა პერიოდი და მე არ შემელია არ ვახსენო არ თქვა შეძლებათ მე რა მაგრამ ერთი კაცი მინდა კიდევ ვახსენო ლევანის მამა პაჭი ჯორდანია კოლორიტი არამატო ლანჩხუთის საერთოდ ქართული სამონადირეო სისტემისა საოცარი მონადირე საოცარი იუმორისა ასე რომელიც ყველას ვისკი შეხვდებოდა ყველას უყვარდა და პაჭი ჯორდანიას სული განაგდოს ღმერთმა რომ ასეთი ნაშიერები ყავს როგორც ჩემი ლევანი იყო და როგორც ჩემი მერაბია მერაბის შემდეგი წარმატება ასაკობრივ მერაბთან არის დაკავშირებული იგი ახსენებს იმ ფეხბურთელს ვისმის გვერდზე იყვნენ მაგრამ სანამ მერაბი ჩამოვიდა ამ გუნდში იყო ერთი კაცი რომლის სახელის გარეშე განწყობილი წარმოუდგენელია ეს სტუდიაში გიგით ეს კაცი ბატონი თემურჩხარი და მის სახელს უკავშირდება მთელი ეს პერიოდი ლანჩხუთის გურისა მისი კაპიტანი შეუცვლელი კაპიტანი და სწორედ მის სახელთან არის მთელი ეს ეპოქა დაკავშირებული და კიდევ ერთი კაცი რომ მე ცოტა ისევ ლაპარაკობ გადავდივარ გადმოვდივარ მაგრამ მაპატიებთ ალბათ შალვა კაკაბაზე რომ ახსენო ალბათ კიდევ ახსენები ჩემი მეგობრები თქვენი წუმრები ჩემი საყვარელი ხალხი ახსენებს ამ ადამიანს ძალიან დიდად არის დაკავშირებული შალვასთან და მისი სახე ერთი სიტყვით მე ამდენ იმედო ვილაპარაკე და თავი მოგაწიეთ რომ ამ ხალხის გამეხსენებინა ეს ეპოქა რომელიც იყო მაშინ თქვენი მსმენელებისათვის და მეხსენებინა ის ხალხი ვინც შეიძლება არც უნახავს ამ ადამიანებს მაგრამ რომელსაც გარეშე ლანჩხუთის გურის წარმატება ნახელი წარმოუდგენელია ჩემთვის მოულოდნელი ტკივილი იყო რომ ლანჩხუთის გურია აღარ ჩანდა საქართველოს ფეხბურთში საერთოდ მეოთხედი გავდეთ დაიშვა გავერენებულია მისი სპორტული ბაზა სტადიონი აღარ եղავს მაგრამ რემონტები ჩაკა იმათ ანაპირობა რომ მანძის კაცი ახალგაზრდა კაცი თავისი შვილებთან ერთად რომელსაც მოკიდა წელი ამ საქმეს ლანჩხუთის გურის აღორძინებისა მისი მოსვლიდან ერთ დღეში ლანჩხუთის გურია გადავიდა მესამე ლიგაში საოცარი თამაში მოიგეს გადასასვლელი თამაში დუშელებთან არაგოლებთან საოცარი თამაში იყო და მე თბილისიდან ჩავედი ეცეალზე ეს თამაში მენახა და თუ არსები თქვენ ციტავით იქა მეორე ბატონი მერაბი ასაკურველია იყო და რა ვიცი ეს იყო საოცარი თამაში მე და ჯორდანია კიდევაც ვაირო მე გავსი ემოცია არ მქონია ულტიმატი მოიგო ლანჩხუთის გურიამ მაშინ კი არ მოიგო პრეზიდენტავდა უბრალოდ ეს მატჩი და გადავიდა მესამედა მე ბევრს აღარ მოგაწევ წარმატება მინდა ვინც მან ბრძანდები ბატონო იხან სიზონი მე რა ინა შენს ოჯახს ეს საოცარი მინდა დიდი მადლობა იმისთვის რომ ლანჩხუთის გურია ისევ პოპულარული გახდა საქართველოში მე მჯერა რომ ორიენტაციაში უმაღლეს ლიგაში იქნება ლანჩხუთი და ყველა ქართველისთვის და არა ქართველისთვის ალბათ საამაყო იქნება ლანჩხუთის გურის მაისურის ჩაცმა ძალიან მინდა რომ ასე იყოს შენ ყველაზე მეტად გიზარდა შენ შულებზე დაგროცავთ ხალხო წარმატებით გეულოთ ამ გზაზე და მე ვინა ვარ ამას მნიშვნელობა არ აქვს ახლა მაინც ალბათ კითხვა მე ერთი ქართველი კაცი ვარ ვისაც ძალიან უნდა ქართული ფეხბურთის წარმატება ძალიან მინდა გურის წარმატება აი ამ სისტემაში იმიტომ რომ ჩემს ბავშვობასთან არის დაკავშირებული ჩემს დედულებთან არის დაკავშირებული ჩემს სიტუაციასთან არის დაკავშირებული გარკვეული ნაწილი მისი და მე მინდა ლევანს ისე როგორც სადაც იყო ლევანი და ყველგან წარმატებული იყო ლევანი დაინახა თუ არა ვიღაც ვიღაცა მე სხვა თემაა მაგრამ ლევანი წარმატებული კაცია სკოლაში მართალი ზეთი არა
ვაშკას მიჭებს უზის ამ ქვეყანას და მჯერა რომ ლანჩხუთის გურია მათი ხელში იქნება ის გუნდი და ის ასე ორგანიზაცია რომელიც ქართულ საქართველოს დროშას და ქართულ თიმს არაერთხელ აამგზავნებს საზოგადოებასა და საქართველოს ასაკურველია. დიდი მადლობა, ვიდრე წახვალთ ერთი წამი თუ შეიძლება უბრალოდ იმდენად ბევრ კარგს დიდ საკითხში დაგვეხმარეთ მე პირადად ეხა რომელსაც მომიწევს კიდე 1 საათ ეს გადაცემა წავიყვანო და უბრალოდ ერთი რამინა გთხოვოთ ჩვენ შეგისრულეთ ხო უნდა თქვენ გთხოვეთ რომ მე ჯერ არ გამოვშლებიო და ტელეფონი ჩამთეთო და ჩვენ ვაპირებთ სხვათა შორის რომ მიუძღვნათ ზოგადად არა მხოლოდ ლანჩხუთის გურიას არამედ ზოგადად ქართულ სპორტს მით უმეტეს ამ შესანიშნავ სპორტს გადაცემით და იქნებ მომავალში უკვე შევკვირდეთ რომ ეთერშიც მოხვალ და დაგვეხმარებით იმიტომ რომ ისტორიულად ძალიან ბევრი რამ ისეთი გაიხსენეთ რასაც ძალიან დამეხმარებით პირადად მეც ხოლმე ამიტომ თქვენგან მივიღებ ამ დაპირებას მე ერთ რამეს ვიტყვი მარტო გადაწყვეტნით ერთ რამეს ვიტყვი შევერთვი ერთი რამე თუ შეიძლება რომ თქვა რა მე ალბათ მართლა ცოტა სახსოვს ქართული ფეხბურთი როგორც მე ასაკიდან გამომდინარე და 5 წლის ვიყავი თბილისის დინამოს თამაშზე წამიყვანა მეზობელმა აკრობატიკაში საქართველოს დამსახურებული მსხვილი იყო მიშა ქელექსაშვილი და მან შემაყვარა შეიძლება თქოს ფეხბურთი და მას მე არ გამისცენია მათ თამაშები ეს რა მინდა თქვა ისიც თქვენ ახლა პირველი მეცხარი თქვენ ტელევიზია ვინც ფეხბურთზე ლანჩხუთის გურიას ესეთ ყურადღებას ვინც დაუთმო და ვინც ალბათ დაუთმოს მე ძალიან მინდა რომ თქვენი თანამშრომლობა გაგრძელდეს ბატონ მერაბთან ლანჩხუთის გურიასთან და თუ ამას შეძლებთ ორი მხარე ეს იქნება კარგი არა მარტო ლანჩხუთის გურიისთვის ქართული ფეხბურთისთვის მთელი გურიისთვის გურიის თამაშების ჩვენება იქნება ალბათ დიდი სიხარული იქნება მათი წარმატების გარკვეული საფუძველი ამიტომ ეს იქნება რომ გურულები და ქართველები უყურებენ ლანჩხუთის გურიას მე ერთობლივად მინდა რომ გისურვოთ დიდი მადლობა და წარმატებას თქვენ საქმეში დიდი მადლობა უგრმესი მადლობა ამ ზარისთვის დიდი მადლობა ამ ზარისთვის და კიდევ ერთხელ მინდა დაგიდასტურო და გითხრათ რომ დიახ ჩვენ შევესწრებით და აი ჩვენთვის მე პირადად ჩვენთვის პირველი გადაცემა და კიდევ ერთხელ მადლობას უხდის სტუმრებს რომლებიც იმყოფებიან ჩვენთან ბატონი მერაბ ჟიოდანი და ბატონი თემური ჩხაიძე უბრალოდ რადგან მე მაინც მინდა ბატონი მერაბ ბატონი თემური დავიწყო იმიტომ რომ აი ბატონი რომელიც საუბრობდა ფაქტიურად ნუ ეხლა იმ ემოციით ეგეთ 80 წელს ბრძანდებიო, მაგრამ ისე ენერგიულად, ისე აი რაღაც თითქოს რაღაცა ჩემთო აწინ ეხა როგორც არა მხოლოდ იმ შეფასებით როგორც მსახიობ, მაგრამ ემოციურად რაღაც წარმომიდგა რომ საკმა რაღაც ახალგაზრდული წლები გაიხსენა და მით უმეტეს ბავშვობა გაიხსენა და რადგან გახსენებით დაიწყო, მოდი დავიწყოთ გახსენებით მართლა და შეიძლება ბევრი ადამიანი ისეთი ვინც ვერ ჩამოთვალა უშუალოდ ახლოს იცის ლანჩხუთის გურის სამზარეულოც და ანუ მოედანიც და ყველაფერს გარდა იმისა რომ მან დააფიქსირა რომ ნუ ჟორდანიებთან განსაკუთრებით მას მისი დედაც ჟორდანია. აი რა არის მთავარი მე მინდა რომ დავიწყოთ იმ მართლა იმ ეპოქით, იმ ლეგენდარული ეპოქით ლანჩხუთის გურიაზე და შემდეგ გადმოვიდეთ უკვე დღეს და ხვალ რა იქნება და რას ვაპირებ და რატომ და როგორ მოხდება ეს ყველაფერი. თქვენ რას გაიხსენებ და პირველ რიგში მინდა დაიწყოთ. თემური სანამ დაიწყებს, როდეში გაწყვეტინებ თემურ, ვიტყვი მე დავამატებ იმას რომ თუ მე აი ამ შესავალს რაღაცა შემატებს და კიდე გაიხსენებს იმ ლანჩხუთის გურიის ისტორიას ეს დაგვიხარდება და ეს თემურია პირველ რიგში იმიტომ სადაც ითქმება ლანჩხუთის გურია იქ იგივეა რომ ახსენო თემურ ჩხაიძე სწორედ ამიტომაც დავიწყოთ ბატონო დავამატებ რომ თემურ ჩხაიძე არის სხვათა შორის რომ იცოდეთ ლანჩხუთის გურიის საუკუნის ფეხბურთელი ჩატარდა ესეთი გამოკითხვა და საუკუნის ფეხბურთელად დასახელდა თემურ ჩხაიძე. ამიტომ ლანჩხუთის გურია შეიძლება გავაიგივოთ თემურთან და იგი ალბათ გაიხსენებს იმ ადამიანებს. დიდი მადლობა ბატონო მერაბ გისმენთ. პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის. მე ვესწავლები თქვენ მაყურებლებს. პატარა შესწორება შევიტან ახლა იქ მოსკოვის CSKA-ზე იყო საუბარი, მაშინ ლანჩხუთის გურია საქართველოს ჩემპიონატზე არა მეორე ლიგაში თამაშობდით მაშინ მე თამაში მეუღებულობდი მონაწილეობას 78 არა 17 წლის დასაწყისი ეს ის პერიოდია კოლმეურნე რო ქვია უკვე ლანჩხუთის გურია კი არა მე რომ მოვედი არა 60 წლიდან უკვე ლანჩხუთის კოლმეურნე არა 60 წლიდან არის უკვე ლანჩხუთის გურია და ეს სოციალურ საინტერესო ისტორიაა იმ ხრივ რომ სამი რაიონის გუნდი ჩოხატაური ლანჩხუთი და ოზურგეთი მოილაპარაკეს ჩაატარეს სამთა ტურნირი
და ვინც გაიმარჯვებდა, უნდა დარქვეოდა იმას გურია პირველ რიგში და გაიმარჯვება სხვადასხვა გოზურგეთელი იყო მაშინ ჩვენთან რაიკომის დივანი ერთ-ერთი ფუძემდებელი ევროპის შევარდნაძესთან ერთად დათიკო იყო საბაშვილი, დავით საბაშვილი ამერიკაცი და იმ პერიოდში მოხდა ეს ყველაფერი და იმის შემდეგ 60-იანი წლების შემდეგ უკვე ლანჩხუთს ქვია გურიას სახელი და სხვადასხვა მე მგონი ერთ-ერთი საუკეთესო სახელია უფრო ქართული, უფრო კუთხური და მე მგონი ერთ-ერთი საუკეთესო. ახლა იმას რაც შეეხება ცოტა შესწორება შევიტან, იმიტომ რომ მეორე ლიგაში ვიყავით მაშინ, მოსკოვის CSKA-ს რო ვეთამაშებოდით, მანამდე პატარა შესავალს გავაკეთებ. მანამდე მოუგეთ შინიკ იაროსლავს. იაროსლავის შინიკს მოუგეთ ლანჩხუთში 4-1. მაშინ ბესტო თამაშობდა ჩვენთან ჭერლიშვილი. და კარგი მურმან ზაგანია და მაგარი კაი გუნდი ყავდა ვასილე ტროიანი იყო მერა მეგრილაძე იყო ზურანევსაძე იყო ახლა ვიღაცა გამორჩევა კიათავაძე იყო საუგერძო ვიღაცა გამორჩევა არავის არ ეწყინოს ხო რა სულ ერთ-ერთი მამედოვი იყო სხვადასხვა მამედოვის ტრამამ დაგუბა და იქ ბოლოწუზე გასული შეცვლა ვერ მოვასწარით რომ გაიყვანენ და იმ მხრიდან შეგვიგდნენ კაკრას გოლი რა და წავაგეთ 1-0 2-1 ბრძანა არის წეგან ერთ-ერთმა ვინც დაგვიკავშირდა და 2-1 1-0 წავაგეთ თან ბოლოწუზე უკვე დამთავრებული იყო ფაქტიურად თამაში და აი რატო ვამბობ ახლა იმას თამაში თანაბარი იყო რაღაც ზოდა უპირატესობაც კი ჰქონდა ჩვენ მაგრამ ეს შინიკ იაროსლავს და ამას რატო ვაერთიანებ ახლა რა როცა 4-1 მოუგეთ იაროსლავს იაროსლავის მწვრთნელს შეხვდა თურმე CSKA-ში მაშინ ბუბუკინი იყო გუნდის უფროსი ერთ-ერთი უძლიერესი ფეხბურთელი და უთქვამს რომ როგორი გუნდიაო მაშინ CSKA-ში თამაშობდა საბჭოთა კავშირის ნაკრებიდან 6 კაცი თამაშობდა CSKA შემადგენლობაში. ტარხანოვი იყო, კაპეიკინი იყო, ასტაპოვსკი კარებში, ორშანსკი იყო. ну მოკლედ შეიძლება ყველა ვერ გავიხსენო და ნაკრების ფეხბურთელები მინდა დავასვენო. ეგედა მეორე შემადგენლობით თუ შეიძლება რომ ამას ვთქვია არ გაბედოთ იქო ჩასვლა მეორე შემადგენლობით თუ დაგახევენ ბურთს დავზეო ჩამოიყვანა მთელი შემადგენლობა რა და მთელი შემადგენლობით ვეთამაშეთ მაშინ მეორე ლიგაში ვიყავი და ეს ერთ-ერთი საუკეთესო თამაში იყო და ალბათ დღესაც ახსოვს ეს ჩვენ გულშემატკივრებს რა თქმა უნდა ახლა ვინც იმ პერიოდში იყო და გულშემატკივრობდა ლანჩხუთის გურიას. საერთოდ 99-ში CSKA-ს რევანში ავიღეთ. ხო, CSKA-ს რევანში ავიღეთ კი 2-1 მოუგეთ. თან გააჩნია რა პერიოდში იმას მე შენი ლაპარაკები, იმიტომ რომ უფრო გაცილებით მეტი იცი მაგის შესახებ და მაგ თემაზე რა სასწაულები და რაებს გადავრჩით და ნუ მოკლედ ახლა ეს ჩამოთვალა ეგ ადამიანები ბატონ გეოგრაფი იხსენა კაკაბაძე შალვა კაკაბაძე მე სოსო ჟორდანია და გორელი კაცი ნოშრე ხო იმედო დუნდუა იყო ცხოვრებული ეს ნოშრევან არიაშვილი თითქმის არც ერთი არა ცოცხალი იყო გურამწილოსანი იყო იურიებრა ნუ ახლა თელი ესე ტიტე პატარაია და იყო გუნდი იყო შეკრული ისეთი რომელიც აი ფეხბურთით არსებობდნენ აი ფეხბურთის გარდა საფიქრალი არაფერი არ ქონდა რა პატარა იყო და ყველასთან ვალი ქონდათ რა იმ პერიოდში და ერთ ზამთრის პერიოდია და კაი იმას მოუყვები ახლა სოსო ჟორდანია რო ახსენა ეს სულ ყველასთან ვალი ქონდა და ეს პატარა ის ყავდა რაფი ემი დავდიოდით რომ რაღაც ფული გვეშონა რომ რაღაც შეკრება დაწყებულიყო და დროს მოდის ერთი ეს ნაცვიმარი იყო და ფანჯარა დაორთქლილი იყო გაწმინდა ასე ფანჯარა რა და უცებ გაყედა და უცებ მევალე დაინახა და შეავორთქლა ისე იგი მევალე ყველასთან ვალი ქონდა აი არსებობა იყო მარტო ერთი რომ აი სულ ყველა ფეხბურთზე ფიქრობდა მოხდა მე ისე რომ მივაღწიეთ უმაღლეს ლიგას ერთხელ გადავედით ნუ
იქ ხშირად ახსენებენ ახლა რომ გაგვაგდნენ იქიდან, მაგრამ უკვე წასულია ის დრო და შეიძლება უკვე მაგაზე თამამად თქვა რომ ლანჩხუთის გურია დარწმუნებული ვარ არ გავარდებოდა რომ თბილისის დინამო უფრო ძლიერი გუნდი ყოფილიყო იმ ეტაპისთვის ეს 97 წლის დინამოსკენ ზემო მოხდა ისე რომ რაღაც გადავარჩინეთ თბილისის დინამო იმ პერიოდისთვის და მართლაც ასე იყო საჭირო ხო თბილისის დინამო ლანჩხუთის გურია ყოფილიყო უმაღლეს ლიგაში და თბილისის დინამო გავარდნილიყო იმ პერიოდისთვის ეს არ შეიძლებოდა და თვითონ ზევიდანაც იყო ზეწოლა რომ ასე მომხდარიყო ეს რაც მოხდა რა ახლა დღევანდელ დღესაც ვიტყვი ერთი-ორი სიტყვით ცოტა თვითონ ეროვნული ჩემპიონატია ცოტა გასაძლიერებელი რა თქმა უნდა მე დარწმუნებული ვარ რომ რადგანაც ბატონმა მერაბამ და მისმა ოჯახმა მოკიდა ხელი ლანჩხუთის გურიას მე მგონი კი არა ამაში ეწვის აღარ მეპარება რომ აუცილებლად რომელიღაც იმაზე მოხვდებით ჯერ რა თქმა უნდა გადავიდეთ უნდა და მე პირველ ლიგაში უნდა მივხვდეთ ჩემპიონები უნდა გავხდეთ და ამ თქმა უნდა ძალიან შორი გზა გვაგასავლელი რა თქმა უნდა მაგრამ დარწმუნებული ვარ ამაში რომ ლანჩხუთის გურიაში დადგება დრო რომ ერთ-ერთ რომელიღაცა ევროტურნირზე მივიღებთ მონაწილეობას მე ეს იმდენად გადამდებია ეს ყველაფერი მე ის მახსოვს ის პერიოდი რომ ლანჩხუთის გურია პირველ ლიგაში რო გადავიდა გაიღვიძა მთელმა საქართველომ მერე მოყვა იმას ბათუმის დინამოს გადასვლა პირველ ლიგაში მერე მოყვა სოხუმის ხუმის გადასვლა და ფეხბურთი უკვე მოდიოდა რა უკვე და ამიტომ ვამბობ რომ ეს ლანჩხუთი ერთი რომელიმე გუნდი რო გამოჩნდეს ახლა და რაიმე ევროტურნირზე მიიღოს მონაწილეობა მე დარწმუნებული ვარ იმდენად ინტერესიანი ხალხი ვართ ჩვენ ქართველები რომ აი მე ყველა კუთხე დაინტერესდება იმის რომ რომელიღაცა ევროტურნირზე მიიღოთ მონაწილეობა ნახე რა გუნდებია საერთოდ არც გამიგია რა აი ახლა იქ არის გუნდები საერთოდ თუ არსებობდა და თუ მონაწილეობდა რაღაც მithumetes იმ ქვეყნებში მოუწევიგებში თამაშობდნენ ისინი ალმატის კაირას ჩვენ გასვლასაც უგებდით და სახში ამიტომ ვამბობ ახლა რომ აი დასაწყისი ძალიან კარგია მომდომება და მერტით კი ბატონო ყველაფერი ბატონო თემურ დაგიბრუნდებთ აი ბატონო მერაბ ნუ მაინც ჩვენ აი თუნდაც ბატონი რომელმაც ზარი განახორციელა და შემდეგ ბატონო თემურ მაინც ძველიდან რო დავიწყო თქვენთანაც კითხით აი მე რა მახსენდება მე აი ბატონმა თქვა რომ მე მართლა ვიყავი მომსწრე იმ აი ხა რა არის ხო აი იმ თამაშზე რომელიც ახსენა და როცა ჩამოვიყავი და ჩამოვედი და თქვენთან თუ თქვა როდესაც აი ეს ბოლო ფაქტიურად პირველ თამაშას ჩავთავოთ რომელდროდესაც წარმატება მოხდა რაც მე ვნახე ჩემ თვალწინ სულ ეხლა ხანს ეს აუცილებლად რაღაც იყო და მე მართლა მაქვს ამის განცდა მაგრამ მანამდე მე არასოდეს სულ მესმოდა ეხლა არ ვარ ისეთი ძალიან პატარა და მესმის მაგრამ სულ მესმოდა ლანჩხუთის გურია და ხა მეც დედა გურული მყავს და იქით ამაკ დედულეთი და არა მარტო მაგიტო მაგრამ საერთოდ ესე იყო რა თბილისშიც იცმოდა მაინც მაშინაც კი აი ეს ეპოქა როცა იყო ეს მაინც იყო თბილისის დინამო და იყო ლანჩხუთის გურია ხა რაც ბატონმა თემურმა გაიხსენა ის ნუ კი ბატონო ის ხა ისტორიული ფაქტია რა ფაქტიურად მაგრამ არ სამართლებრივად რამდენად სამართლიანი იყო ეს კი ბატონო ნათელია მაგრამ აი თუნდაც ამანას დამიდასტურა ის რომ ეს ორი იყო მაინც აი ამ ქართული ფეხბურთის ისტორიაში ეს ორი ლეგენდა იყო ანუ იყო თბილისის დინამო და იყო ლანჩხუთის გურია აი თქვენ რას გაიხსენებთ და აი ორი ისტორიული თამაშია ლანჩხუთის გურიასთან დაკავშირებული და თემურმა სწორი თქვა რომ პირველ რიგში ასაგვერია ჩვენი გადაწყვეტილება გამომდინარეობს არა მარტო თქვა კონკრეტულად ლანჩხუთის გურიასთან მიმართებაში ასაგვირელია ღმრთ ვარ დარწმუნებული რომ იმისათვის რომ ქართულმა ფეხბურთმა რაღაც სწრაფი რაღაც ისეთი ნაბიჯი გააკეთოს გამარჯვებისკენ განვითარებისკენ აუცილებელია რომ ამისათვის ლანჩხუთის გურია იყო სამაში ჩართული და იმაშიც ღმრთ ვარ დარწმუნებული რომ
ლანჩხუთის გურიას წარმატება სტიმულს მიცემს ბევრ სხვა გუნდებსაც. რადგან საქართველოში ყოველთვის ესე ხდებოდა, რომ ერთმანეთთან ჭიდილში იბადებოდა ახალ-ახალი გუნდები. ისიც მახსოვს, მე პატარა ვიყავი, თემური თვითონ მონაწილე იყო, თუ როგორი დაპირისპირება იყო ლანჩხუთის გურიასა და სამტრედიას შორის. სამტრედიასაც კარლო კალაძე ხელმძღვანელობდა იქით მხარეს. თამაშობდა ჩემ პერიოდში თამაშობდა და ბოლოს ამ პერიოდში აქეთ მხარეს ნუ რასაკვირველია ლეგენდარული ევროპ შევარდაძე და თქვენ თუ არ ვწდები ერთი ქულით გაასწარით მეტი კი ერთი ქულით გავასწარით 6-0 7-0 მოუგეთ ლანჩხუთში და ვითომ ახლა წარმოიდგინე მაშინ ხო ეს იყო რა საბჭოთა კავშირი და რადგან საქართველოს გუნდები იყო ერთმანეთს ბოლოს არქნენ თამაში იმიტომ რომ იქ არ ჩააწყორნო და პირველი წრის დამთავრების მერე მეორე წრის დასაწყისში ქონდა ეგრევე თამაში აქ მოვიგეთ 7-0 და იქ 6-0 წავაგეთ. წარმოიდგინე ესე იყო რაღაცა 10 დღის განმავლობაში 99-ში როცა ჩვენ ფაქტურად ვემზადებოდით უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად და ანუ გამორჩეულად ძლიერი გუნდი ყავდა ვიდრე ქუთაისის ტორპედოს და ბათუმის დინამოს. არც იქ არაფრით აი რო ხდება ფეხბურთში ესე იმათ არ ჭირდებოდათ მაინც არ დაგვეხმარენ. ჩვენ აი ესეთ სერიოზულ ბრძოლაში მოვიგეთ და გასახსენებლად და გამორჩეულად მე რაღაცას ვიხსენებდი და პატარა რაღაც ჩემი მომავალში წიგნის მინდა დავწერო და ჩემი მომავალი წიგნის ერთ-ერთ ეპიზოდად აღებული მაქვს მოსკოვის CSKA-სთან თამაში. და ეს მართლაც ლეგენდარულ თამაშად ითვლება ჩვენი 9 აპრილის გურიის ისტორიაში, რადგან ეს თამაში შედგა 9 აპრილის შემდეგ 20 დღეში თუ 25 დღეში, ესე მომხდარია 9 აპრილი და ჩამოდის ჯარი ფაქტიურად ჯარის გუნდი. ჯართან დაკავშირებული ჯარის გუნდი, რომელიც ჩამოდის ლანჩხუთში და მახსოვს იმდენად დაძაბული ატმოსფერო იყო. ყველაფერზე წამსვლელები იყვნენ ჩვენი ხელმძღვანელობა, რომ რაღაცნაირად ეს თამაში ჩვენი გამარჯვებით დამთავრებული იყო. თუმცა CSKA-ს ფეხბურთელებიც ისეთი განწყობით ჩამოვიდნენ ამ თამაშზე, რომ მათაც შეპირდნენ, რომ თუ ამ თამაში ვერ გაიმარჯვებდნენ, მაშინ საბჭოთა პერიოდში ეს ხდებოდა ხოლმე, ემუქრებოდნენ ჯარში სამსახუროდ გაშვებას. და ჯარში სამსახუროდ გაშვება ნიშნავდა იმას წყალქვეშა ნავზე იმ პერიოდის გატარებას, რაც იქ უნდა შექმნა და ისინი ისე ჩამოვიდნენ და მახსოვს გუნდი მართლაც ისეთი ძლიერი ყავდათ იმათ, რომ ჩვენ ორი გუნდი გადავედით 99-ში, მოსკოვის CSKA და ჩვენ და იმდენად ძლიერი გუნდი ყავდათ, რომ გადავიდნენ უმაღლეს ლიგაში. ჩვენ უკვე პოლიტიკური ვითარების გამო აღარ გაგვიშვეს საბჭოთა კავშირის პირველობაზე. მოსკოვის CSKA გადადის უმაღლეს ლიგაში და იქ ერთი წლის შემდეგ ხდება საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. ის იმდენად ძლიერი SNG-ს ჩემპიონი. ერთ-ერთი ფეხბურთელი კარნეევი მოსკოვის CSKA-დან ხდება ბარსელონაში. აი იმდენად ისეთი დონის ფეხბურთელები იყვნენ და ეს ისტორიულად ალბათ ყოველთვის გავიხსენებთ ამ თამაშს 2-1 მოვიგეთ ეს თამაში 30000 მაყურებელი წარმოიდგინე რომ 30000 მაყურებელი ესწრებოდა ლანჩხუთში 2-1 გავიმარჯვეთ ერთი პენალი შევაგდე და მეორე სოთაშორის გურული თუ ვიღაცამ გადმოაგდო და ხაზზე იყო და ისიც ლანჩხუთელებმა ისე სასტრაფოდ მემო მაწერეს რომ ისედაც გადიოდა ეს ბურთი და რაღაცა ასე რომ სტატისტიკურად და ისტორიულად დამთავრდა 2-1 და ჩემი გვარი ფიგურირებს ამ გამარჯვებაში და გვიამაყება რომ ვიხსენებთ რასაკვირველია ამ თამაში. თვითონ ამ გადაწყვეტილებას რაც შეეხება სამწუხაროდ ისე მოხდა რომ გუნდი ამ პერიოდში მეოთხე ლიგაში აღმოჩნდა და ნუ მივიღეთ გადაწყვეტილებას ცოტა დავაგვიანეთ კიდეც, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ალბათ წინა პერიოდში არც იყო ამის საშუალება, მზადაც არ ვიყავით, შეიძლება ჩვენი ოჯახი საერთოდ ლანჩხუთის გურიის გარშემო თვითონ ვითარება არ იყო შექმნილი და
დღეს ასე ვთქვათ ჩემი შვილების პირველ რიგში თხოვნა იყო, შემდეგ როდესაც დავჯექით და განვიხილეთ სიტუაცია, რომ ამას სერიოზული მოვლა ჭირდება. ჩემმა შვილმა დამარწმუნა, რომ ამის საშუალება ჰქონდა მას და ამის შემდეგ სოთეშურს არ შეიძლება არ ვახსენოთ დღევანდელი პრემიერი. რადგან ისე მოხდა, რომ მას მართლაც ისეთი დამოკიდებულება აქვს საერთოდ სპორტთან მე დღევანდელი ფედერაციის ხელმძღვანელებს და საერთოდ ფეხბურთში მოღვაწე ხალხთან როცა მიხდება ურთიერთობას ვეუბნები რომ გამოვიყენოთ ეს სიტუაცია და ეს მისი დამოკიდებულება ფეხბურთთან. ნუ პირველ რიგში კახა გვყავს. კი ბატონო. პრეზიდენტი ყავსარიაშვილი და ამას დამატებული პრემიერი რომელსაც ფეხბურთზე როცა ელაპარაკები ალბათ არ ავიწყდება, მაგრამ ხანდახან ისე ხდება, ალბათ ავიწყდება ხოლმე რო პრემიერი. ხო. იმდენად არის ფეხბურთზე შეყვარებული და როდესაც მან გაიგო რომ ჩვენ ამ გუნდთან მიმართებაში ვაპირებდით ჩართვას თოთეშორის ხანდახან ისე ხდება რაღაც ბიუროკრატიული ასე ვთქვათ წინაღობებია და ისე მოხდა მე როგორც ვიცი არა ვარ ბოლომდე ჩახედული მაგრამ ჩემმა შვილმა როგორც მოხდა როგორც მითხრა მე მგონი განკარგულება მან გასცა რომ სასწრაფოდ მიიღოთ გადაწყვეტილება რომ დახმარებოდნენ არანაირი შეზღუდვა შეფერხება თუნდაც სახელმწიფო იმ ბიუროკრატიას სახელმწიფო მხრიდან სამართლებრივად ყველაფერი დროზე ეფექტურად ყოფილი ამას აუცილებლად მე და თემური გზაში რომ მოდიოდით თუნდა დავამატოთ ჩვენ ახლა არ შეიძლება რომ არ გავიხსენოთ რომ ისე მოხდა რომ ევგრაფი შევარდნაძე მოახერხა და იმ პერიოდში კომუნისტების პერიოდში წარმოგიდგენიათ საუკეთესო ტერიტორია გუნდისთვის მე არც ვიცოდი თემურმა მითხრა ეკუთვნოდა იმ პერიოდის რაღაც ნავთობის კომპანიას და იმათ გადაუციათ გუნდისთვის. ეხლა არავის იმას არ დავიწყებთ ჩვენ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში წინამთავრობის 10 ჰექტარი ეს აი სადაც თამაში იყო და მიმდებარე ტერიტორიაზე. არა. გრიგოლეთში, მაპაცხვის პირას არის ასე ვთქვათ, ჩვენი ის არის იქავართ ჩვენ გატარებული გვაქვს ჩვენ ყველას ჩვენი ახალგაზრდობა ის არის დაკავშირებული გურიასთან და ფაქტურად ჩვენი არის ის ამას ვერავინ ვერ წაგვართმევს ეხლავე მინდა განვაცხადო და 10 ჰექტარი მიწა რომელიც ისე მოხდა რომ წინამთავრობის დროს სამნახევარი როგორ ვინ მიიღო მონაწილეობა ალბათ ნუღარს დაუწყებთ იმ ხალხს დევნას და ნუღარ მაგრამ არა ჩამოჭრილი არის და იმ პერიოდის ერთ-ერთმა მინისტრმა კახამედოქიძე იყო რომელიღაცა ეკონომიკის მინისტრი იყო ხო აცგარდაცული ამიტომ ღმერთმა მაგრამ მისი საკუთრება მისი საკუთრება არის და თუ მისი ოჯახის საკუთრებაა და ჩვენ მზათა ვართ ასე რომ რაღაცნაირად თუ რაღაც დათმობა იქნება რაღაცა შევიძინოთ თუ რაღაცა იმიტომ რომ ეს ფაქტიურად იყო ლანჩხუთის გურიის ტერიტორია 10 ჰექტარი მიწა რომელიც ცხონებულმა ევგრაფი შევარდნაძემ ამ გუნდს დაუტოვა და იქ ყველაფერს თავი დამანებოთ ჩვენ საერთოდ არაფერს არ შევეხოთ თვითონ ლანჩხუთელი გულშემატკივარი მორალურად და ისტორიულად სამართლებრივად არის ეს ხო ფეხბურთელების გარდა ისედაც არავის არ შეუშვებს აი სულ ალბათ თავს გაწირავს ლანჩხუთელები და იქ არც მშენებლობის უფლებას მიცემენ არც სხვა რაღაცა რო გაკეთდეს ის წარმოუდგენელი ის ეკუთვნით ლანჩხუთის გურიას და უნდა აღდგეს სამართლიანობა დაუბრუნდეს გუნდს და იქ უნდა გაკეთდეს მინდორი და გაკეთდეს ისეთი ბაზა რომ მე არ გადაუჭერბებლად შემიძლია თქვა რომ ეხა ევროპის წამყვანი გუნდების ძალიან ბევრ ბაზაზე ვარ ნაყოფი ტერიტორია როგორც ლანჩხუთის გურიას გააჩნია ესეთი უნიკალური ტერიტორია მე არც მინახია და არც არსად გადავყრება კლიმატში იმ ჰავაში იმ ადგილას იგი წარმოიდგინება პირდაპირ პირველ ზოლში ზღვის პირას ჯერ როცა ჩვენ პერიოდში ვივარჯიშებდით ამ ვარჯიშის მერე უკვე
პირდაპირ ზღვაში ჩადიხარ, ჯერის როგორ უხდება იმას, კუნთებს, აღდგენას, ყველაფერს და იქ აშენდება დღეს მე შემიძლია განვაცხადო უკვე მქონდა მე ჩემ შვილთან და მის პარტნიორებთან ამის შესახებ ლაპარაკი და გაშენდება მართლაც უნიკალური ბაზა უნდა გავაშენოთ. ისეთი ბაზა უნდა ავაშენოთ, რომ ევროპიდან ხალხი ჩამოდიოდეს მარტო სანახავად. ბატონო მე აქ უბრალოდ მინდა რომ აი ჩემი მხრიდან რომ აი ის ფაქტორი რომელსაც თქვენ ხაზი გაუსვით მინდა ჩემი მხრიდან თხოვო და მართლაც მადლობა პირველ რიგში მე არ ვიცოდი მართლა ნამდვილად აი თუნდაც პრემიერის ესე დამოკიდებულება ფეგურთან მიმართ მithumetes მადლობაც უთხრა როცა ამ საკითხში ესე დახარა მოხდა მე მინდა ჩემი მხრიდან თხოვო როდესაც ესეთი შემართება განწყობა შესაძლებლობას ამესმის კერძო მესაკუთრეობის და არავის კერძო საკუთრებას არ იმაშევთ მაგრამ თუ იქნება საშუალება მე მინდა ვთხოვო აი როგორც ერთი რიგითი ტელეწამყვანი ხო მოქალაქე რომ თუ იქნება საშუალება ყველანაირად რაღაცნაირად ზომები მიიღონ არ ვიცი ვისაც მე ვიცნობ მithumetes ეხლა მთავრობაში და ძალიან ახლოს ვიცნობ მაგალითად ინფრასტრუქტურის მინის ბატონ რეზი სოხაძეს და რეზიკოს პირადად აი არ ვიცი თუ რაღაცა იქნება მეც ვთხოვ და საერთოდ ზოგადად ეს თხოვნა არ იქნება მარტო ჩემი ახლა მაგრამ მე დარწმუნებული ვარ რომ თუ ესეთ შემართა მისუმეც ესეთი მზაობა როცა არის და როცა ასეთ რაღაცაზე ლაპარაკი იმედია იქნებ მოხდეს კომუნიკაცია გამოინახოს შუამავალი რგოლი ადამიანების რომელიც შეიძლება დათმოს იმ ბატონის ქალიშვილი ყავს ერთ-ერთი რომელთანაც მეც ხშირად მინახავს და შეიძლება მოხდეს რაღაცა გარიგება ოფიციალური ეს არანაირი ან სხვა ადგილი ხო ან სხვა ადგილი ჩანაცვლება რა იმიტომ რომ აი მართლაც ხა ჩვენ ეთერში მოხდა ფაქტიურად ხო ეხა ბატონ მერაბ შეიძლება როცა შეხვედრები აქვს ოფიციალურად მით უმეტეს ოდესაც ესეთი რაღაც ითავეთ ოჯახმა და აგერ არიან ხალხი ლეგენდები ფაქტიურად და ისევ ემსახურება ქართულ სპორტს ეს ამბავი და შესაბამისად რა თქმა უნდა არა მარტო გურეს არამედ და საქართველოს ამიტომ ჩემ მითხოვნას პირადად კიდე არ ვიცი ვინც როგორც ფოტოშოპის ინფრასტრუქტურის მინის მე პირადად არ ვიცნობ მაგრამ მასაც მინდა მადლობა გადაუხადო რადგან იქ რაღაც სახელმწიფო პროგრამა არსებობს მე როგორც ვიცი ისევ და ისევ პრემიერის თავოსნობით ბევრ ქალაქში სტადიონის შენობლობას თავის თავზე სახელმწიფო იღებს და ლანჩხუთის გურია იქიდან გამომდინარე რომ მეოთხე ლიგაშია მოხვედრილი იყო 2000-იან კოტა ესე ვთქვა ხო ადამი დამსწრეების ხო დამსწრეების და ლანჩხუთის გურიას 2000 რო არ ეყოფა მე მგონი ხო კი ბატონო მეც იქ ვიყავი და როცა 30000 კაცი ესწრებოდა იმ ჩვენ თამაშებს ესე იგი 99 წელში აი CSKA-ს თამაშს ესწრებოდა 30000 და უკვე გადაგვიკეთეს როგორც ვიცი თემურ მე მგონი თუ არ ვიცი მე ხო 6 აქვე ალბათ 6-იც არ გვეყოფა და ნუ ყოველ შემთხვევაში გავავიყენებ ჩემ პირად აი ამ მაპატიეთ ჩემ პირად აი ამ ეგეთ თქვა საშუალებას ხო და ისევ და ისევ მართლაც არ ვიცი იმედი მაქვს რომ რეზი მართლაც კარგი ადამიანია არ ვიცი შეიძლება ითქვას დღეს ერთ-ერთი გამორჩეული წესიერი მინისტრია მე მეამაყება ამის და ჩემი დიდი ხის მეგობარია ერთად გვიბრძოლია აი სწორედ იმ ალბათ ახსენებელი მთავრობის დროს და მე დარწმუნებული ვარ რომ იქნება მე ჩემი მხრიდან როგორც ერთი რიგითი ადამიანი არ მოვაკლებ ყურადღებას იმიტომ რომ იმდენ მნიშვნელოვანი საკითხია ამაზე დგას ზოგადად მე შემდეგ ერთობა და რაღაც გადამდებია ეს ყოველთვის იმ საქმეზე რომელსაც თქვენ აპირებთ ბატონო მე რა პოლგვარი იმის გარეშე და იგივე თქვა ჯორდანიების ოჯახი იქნება ეს თუ ბატონი თემურის თუ იმ ლეგენდების და ზოგადად იმ ფეხბურთის ოჯახის რომელსაც ქვია ფეხბურთის სამყაროს ოჯახი ჩვენ მე როგორც ვიცი ბატონმა ალეკომ ჩვენი მუნიციპალიტეტის მერმა მითხრა რომ ჯერჯერობით 6-ზე ვართ შეჯერებულები. სხვათა შორის როგორც ისტორიულად მახსოვს რომ ბატონი ევგრაფის დროს ქალაქის იმ პერიოდის რაიკომის პირველ მდივნად ინიშნებოდა ისეთი ხალხი რომელსაც აუცილებლად ფეხბურთი უნდა ყვარებოდა. მინიმუმ ფეხბურთელი თუ არა მაქსიმუმ უნდა ყვარებოდა. ეს რატო გავიხსენე? სხვათა შორის მაგაშიც გაგვიმართლა ეხლა ისეთი მუნიციპალიტეტ მერი გვყავს რომ ჩართულია ბოლომდე და ასე ვთქვათ ბოლომდე ღებულობს მონაწილეობას და სხვათა შორის მისი დიდი დამსახურებაც არის რომ ჩვენ ეს ნაბიჯი გადავდგით. სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელებთან ერთად ბატონი შალვა და ბატონი ირაკლიც ისე იყვნენ მომართულები რომ აი ყველაფერმა ერთად სხვათა შორის აი თქვენ ახსენეთ ეს და იმ თამაშზე რომელსაც მე ვიყავი ეს გადამწყვეტ თამაში ბატონო თქვენ მინდა თან
კითხვაც ბუნებრივია ასეთი მაქვს, იმიტომ აქ მარტო ინფრასტრუქტურა, მესმის, ეს დიდი პოლიტიკაა და ზოგადად ეს ის კაი პოლიტიკაა, რომელსაც საქართველოს ემსახურება. როგორც ადრე მკითხეს, მე რაღაც დებატები მქონდა და აი ქართული კინო რა არისო, რა ან მსახიობებს რაღაც ეს ქართული კინო კომერციულად კი არა, ეს კი კინო ჭირდება ზუსტად ქვეყანას, ანუ ეს არის ქვეყნის ისტორია, როგორც ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ეს ფეხბურთი, რომელიც ქვეყანას წარადგენს და წარმოაჩენს და იმ თამაშს სხვათა შორის იქ ესწრებოდა გუბერნატორიც იყო, ეს ახალგაზრდა კაცი, გამგებელიც იყო, რა ვიცი, მერიც იყო და იმ გამარჯვებაში, რომელი გამარჯვება მართლაც ბატონმა ახსენა კიდევაც, მე მაშინაც გითხარით ბატონო მირაბრო, სასწაულად მომზადებული გუნდი იყო ის არაგველები რომ ჩამოვიდნენ იგივე იყო თითქოს мотиваცია, იმიტომ რომ მათაც ჭირდებოდათ, მაგრამ მე რაც ვნახე თამაში, აი იმ ფეხბურთელების, რომელთაც მე საერთოდ თხოვე ბატონ მერაბს რომ შევიყვანე და ეს ბიჭები საოცარი თამაშის მომსწრე გავხდი. ეს ის კი არა, ერთი პერიოდი ფიქრობდი რომ რაღაცა ისეთი ოვაციები მქონა რომ მეოთხე ლიგიდან მესამე ლიგაში გადასვლა თითქოს ვიზე იმე რომ საერთოდ პირველი ლიგა, აი რა ვიცი, ევროლიგის თასის მოგება იყო ჩემთვის და სხვათა შორის ბიჭებს თამაშის წინ ესეთი რაღაცა გავახსენეთ, მე და ოთარი ვიყავით ბორღალიზე ჩასულები და ესეთი რაღაცა მოუყევი რა შევახსენე რომ 88-ში და 99-ში თემური იმ პერიოდში დაანება და შემდეგ ჩვენი გუნდის უფროსი იყო. აი მოსროცა ვიხსენებ, ესე იგი მე გამოგვივიდა რომ აი ფაქტიურად ისტორიული ფაქტია. 2 წლის განმავლობაში, ესე იგი სახში ვითამაშეთ ჩვენ 22 გუნდი იყო, ხო? მაგ პერიოდში, ესე 42 თამაშს დამატებული თასის 2 თამაში, კიევის დინამო და დონეცკის შახტიორი. ესე იგი დონეცკის შახტიორი, კიევის დინამო, ესე იგი როგორი გუნდი. ამას დამატებული რამდენი ქვეყნის გუნდი გამოდიოდა? კაირატი, ალმატის, ყაზახეთის გუნდი. პახტაკორი პირველ ლიგში, ისა პირველ ლიგაში იყო უზბეკეთის გუნდი. დაუგავა ნეფჩი პირველ ლიგაში იყო, იმისი რა ქვია, აზერბაიჯანი, სულ 8 თუ 9 ქვეყნის გუნდი იყო და გამოგვივიდა სახში 45 თამაში. ეს ფაქტიურად, აი თუ ისტორიული ფაქტი არ არის, გულშემატკივრებმა გასაზღვროს. 45 თამაშიდან მოვიგეთ 44. ისეთი რა ერთი ფრედა ვითამაშეთ მახსოვს ზაპოროჟიესთან და ისეთი რა თამაში, ისეთი რა ხდებოდა თამაშის შემდეგ გულშემატკივრები იყვნენ შემოსეული გასახდელში და ყვიროდნენ რომ ეს გადასვლა არ გინდათ, თორემ პრეს როგორი თამაშებდით. ბატონო დებო, რამდენად არის დამოკიდებული, ეხლა მესმის ბატონმა მერაბმა ისაუბრა, ძალიან მნიშვნელოვანია თუნდაც ინფრასტრუქტურას, მაგრამ ზოგადად აი ფეხბურთელების ის განწყობა, რაც მე ხა თქვენს ბუნებრივია, ხო? ანუ ძალიან ბევრი და მე ვატყობდით რა, იმიტომ მე შევხვდი ამ ფეხბურთელებსაც და აი თითქოს იცი რა, მათთვის კიდე უფრო სხვა დეტალია, როდესაც ლანჩხუთის გურიაში თამაშობდნენ და მათთვის ის წარმატება რაც იყო ის. რამდენად უშო, როგორ ხედავთ ეხლა მესმის დაიწყება უკვე ჩამოყალიბება, იგივე ახალი ფეხბურთელების მოძიება, იმ ფეხბურთელებთან ერთად რაღაც ყველაფერი შეიცვლება და იცვლება ესეა, ხო? ძველი ეპოქა, რომელიც ლეგენდები იყვნენ, ახალ ეპოქაშიც უნდა განვითარდეს და შექმნიან მართლაც ისტორიას. აი რაზეა დამოკიდებული? სხვათა შორის, ბოდიში ვერთვები ისე. დიახ, არა რომ ლანჩხუთის გურია, ესე იგი, საბჭოთა პერიოდში იყო ერთ-ერთი პირველი გუნდი, ვინც ტრანსფერებს ფაქტიურად ახორციელებდა. ანუ ინტერნაციონალური, ესე იგი, ჩვენთან ძირითად შემადგენლობაში იმ 99 წლის და 88 წლის ძირითად შემადგენლობაში თამაშობდა 2 უკრაინელი, რომელსაც მოპოვებული ჰქონდა თასების თასი 86 წელში. კიევის დინამო რომ მოიგო თასების თასი მეორედ 86 წელში. იმ შემადგენლობის 2 ფეხბურთელი, ვიქტორ ხლუსი და ოლიფერენკო იყვნენ ჩვენი ძირითადი შემადგენლობის წევრები. ამას დამატებული ზენიტის იმისი ლენინგრადის ზენიტიდან, მაშინ ლენინგრადი იყო, ძმები კუზნეცოვები და კიდე რამოდენიმე მოსკოვის ტორპედოთან. ანუ ფაქტიურად უკვე ლანჩხუთის გურია ჯერ კიდე კომუნისტების პერიოდში ახორციელებდა, ასე ვთქვათ, სატრანსფერო პოლიტიკას. ჯერ კიდე და ყველაზე მთავარი ლანჩხუთის გურიას ერთადერთი ქალაქი იყო, რომელსაც ჰქონდა სუფთა საფეხბურთო მოედანი.
არც ერთ ქალაქში, არც ერთ ქვეყანაში 15 ქვეყნის ჩემპიონატს არ ქონდათ უფლება. უფლებაც არ ქონდათ, ყველა სარბენი ბილიკები ქონდა. ჩვენთან იყო ერთადერთი სტადიონი, რომელიც იყო სულთან-საბა. ესეც გეოგრაფიის ბატონი გეოგრაფიის დამსახურებით საფეხბურთო ისა სტადიონი იყო მარტო ლანჩხუთში. ანუ იქვე იჯდნენ. ფეხბურთელების როლი და აი როგორ ახლა მაგაზე მქონდა მე ცოტა ესე იუმორისტი მქონდა საუბარი რა იქნებოდა ახლა რა არაფერს არ იქნებოდა მე არავის არ ვაკნინებ მით უმეტეს იმ პერიოდში ჩვენ მოწინააღმდეგეს არაგველებს მაგრამ ლანჩხუთში იყო თამაში და ფრე გვაკმაყოფილებდა ხო მაგრამ რა იქნებოდა ახლა რომ მოგვეგო ან და ფრე გვეთამაში არაფერიც არ იქნებოდა ხო მაგრამ ეს იყო ისტორიული იმიტომ დარჩა რომ ვაგებდით და თითქოს დამთავრებული იყო თამაში და დამატებით დროში უცებ შემოbrunდა თამაში და დამთავრდა ფრე ეს იყო ყველაზე უფრო რა გასაკვირი არავინ არ გაუცდებოდა იმიტომ რომ სახში ფრე ვეთამაშეთ იმას რა ეს რომ ჩეულებრივ თამაში მომხდარიყო ხო არა მაგრამ ეს უკვე არ ბატონო მერაბიც იყო ამ თამაში ხო ვიცი და იმიტომ ვამბობ იმიტომ არა ეს წარმოუდგენელი რაღაცა არა ეს მე არ ვიცი ვერ ვიტყვი რომ ეხლა ძალიან ბევრ თამაშზე დამს მაგრამ აი რაღაცა სხვა განწყობით ვიყავით და რაღაც სხვა იყო და თან ეს ბოლოს შემართება მართლა სასწაული იყო ბოლო 5 წუთი იყო თუ რაღაც დარჩენილი რომ აი რაღაცა ის იყო თან დამოკიდე მე მახსოვს რომ აი რაღაც ამ სტადიონს თითქოს რაღაც ბოლო მომენტში კიდევ უფრო ხალხი დაემატა ვფიქრობდი აი საოცარი განცდა იყო რა და ეს იყო რაღაც დიდი ზეიმი გაჩნდა ბატონი გეოგრაფიის და ბუტასი და იმათმა თითქოს იმათმა სულებმა გადმოხედეს ამ თამაშს და იცით რატო მე სხვათა შორის იყო ეხა ეს შეიძლება ისე თუმცა მე სოციალებში ინტერნეტში გავრცელდა ეს ვიდეო სადაც უკვე როცა თქვენ ბატონო მერაბ ჩახვედით და ბატონი ოთარიც გასახდელში ძალიან ბევრს ნიშნავდა ის სიტყვა რაც აი რაც თქვენ იქ უთხარით ფეხბურთელს მესმის ეხა ნუ ესე ცოტა ესე თულიც არის ახაც ახალი მესვეურები გუნდის როგორც ამ სახელით კი არ ვლაპარაკობ მაგრამ აი თითქოს რომ თველი გულის ტკივილები რაც ქონდათ გავლილი რაც იყო მაგრამ იმ ფეხბურთელებში რაღაც ახალი იმედი იყო ნაპრისკალი რომ აი მართლა რო გაგებული გვაქვს რომ აი რაღაცა დახეული ბუცებით ან რაღაც თითქოს ეს ემოციას განსხვავ რომელიც იყო ზეიმ მაგრამ მათთვის კიდევ უფრო მეტი სტიმული ოდესაც უკვე ის კი არა თქვა აი როგორცაც ესეთი ადამიანები ესეთი ოჯახი უდგება სათავეში თქვა თქვენი შვილებით უდგებით სათავეში ლანჩხუთის გურიის განვითარებას და ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია ეს არ არის როცა მწვრთნელები შედიან ხოლმე და ან ფსიქოლოგიური მომენტები როცა საუბრებიან ეს ზოგადად არის ეს არის რაღაცა თითქოს ახალი დიდი ენერგია და იმედი მიეცათ იმ ფეხბურთელებს რომელსაც თქვენი სიტყვები უთხარით რაც მაშინ მართვის სისტემას რაც შეეხება ორი სიტყვით ამ შეეხება ეხლა როლში თემურთან ერთად განვიხილე მე ეს საკითხი და ჩვენც აი მინდა რომ 99 წლის ის ჩემი პარტნიორები ის ფეხბურთელები ლანჩხუთის გურიის ბოლო ლანჩხუთის გურიის ასე ვთქვა დიდი ლანჩხუთის გურიის ამის შემდეგ უკვე საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობდა გუნდი ვინც აი უმაღლეს ლიგაში გადავიდა ის ფეხბურთელები ნუ რასაკვირველია ხა ის რუსები უკრაინელები ალბათ ვეღარ მოახერხებენ იმათ დაძახებას ვერ მოხდა დანარჩენები ვინც არიან ყველას უკვე გავაგებიათ და ყველანი ჩართულები იქნებიან რაღაცა ისეთი დირექტორთა საბჭოს ან რაღაცას დავარქმევთ და აი იმ ფეხბურთელებს ვინც იმ პერიოდში გუნდში იყვნენ და დამატებული რასაკვირველია ყოველთვის ბატონი თემური და ბატონი გიგლა იმნაძე აი ეს ავართ ის ჯგუფი რომელიც 99-ში ლანჩხუთის გურიის უმაღლეს ლიგაში გადაყვანაში მივიღეთ მონაწილეობა და ეხლაც მართვა ასე ვთქვათ მართვა და ეს არ არის მარტო სამსწრელო ის არ არის ძალიან ბევრ რამეზე მოქმედებს და ერთი არ შემიძლია არ კითხოთ ეხლა ლანჩხუთის გურია კი ფეხბურთელმა ყოველთვის გამოირჩეოდა ბატონმა სახსენა თქვენ სახსენეთ ესე იგი ბალე გულშემატკივრები და საერთოდ ლანჩხუთის გურიის გულშემატკივრობა ეს გადამდები ნუ ხაი გურულების ეს ემოციები ყველაფერი კი ყოველთვის ცნობილია ჩვენ ყველამ კარგად ვიცით ჩვენი კუთხეების მაგრამ გულშემატკივრები იმიტომ რომ მე რო გავიხსენე ფაქტი აი ბოლოს უყურებდი ვიჯექი და სხვა შეს ბატონი მერაბი მეჯდა
უკან და რაღაც აი თქოს 100 მაგად გადმოდიოდა მისი ნერვიულობა იმ თამაშზე და მაგრამ რაღაცა პერიოდში უკვე ის რო იყო ყაიმე ფრე როცა იყო რაღაცა თითქოს მე თვალში მე მომხვდა რომ რამოდენიმე ადამიანი თითქოს აი ეს რაღაცა სიბრაზით იყო რომ დაიძრა მაგრამ ეს სასწაული მოხდა ესე იგი დაემატა თითქოს მართლა არ ვიცი და აი ძალიან ბევრს ისევ გულშემატკივრობა და თვითონ ლანჩხუთში როგორია განწყობები არ ამატონ თელ გურიაში და ეს იმედი რა თქვა იგივე რომ თქვა ბატონი მიღების და მისი ოჯახი რო ჩაერთო და ხა თქვენც უკვე რო იღეთ მონაწილეობას მიიღებ და ვიცი რომ მაშინაც თქვით რომ ბატონი ოთარის კორალზე ჩაერთვება და ძალიან ბევრი ადამიანი მიიღეს მონაწილეობას ემოში რამდენს ნიშნავს რას ნიშნავს ეს გულშემატკივრობა და რამდენს ნიშნავს ეს აი ლანჩხუთში მართლაც ფანატიკოსები არიან მაგხრივ მე ჩემ პერიოდში როცა თამაშობდი მე მგონი ერთხელ ერთ ტელევიზიაში ოთარმა მოყვა ეს ისტორია რომ ძმები არიან შუხუთიდან უკვე გარდაცვლილები სახლის შიფერი გაყიდნენ ჩუმად და გამოიპარენ რომ როსტოვში თამაში ენახათ ლანჩხუთის გურიას. ნუ აი ახლა წარმოვიდგინე ხო რა დონეზე უყვარდა ფეხბურთი და არ ვიცი აი სად არ ნახავდეს რა ახლა საბჭოთა კავშირი უკიდე განვა ახლა ისა ქვეყანა იყო მაშინ და სად არ ნახავდი რომელ თამაში არ ნახავდი ლანჩხუთეს ეგ ზოგი თავის მანქანით ჩამოდიოდა წარმოიდგინე 3 დღით 4 დღით ადრე მოდიოდნენ და დახვდებოდნენ და თამაში დაუბრებლად უკვე ჩამოსვლილი და ნუ ეს და ახლა იმედიანად ხედავენ რომ სიტუაცია კაია უკვე პატრონი გამოუჩნდა გუნდს და თან კაი ადამიანებს და კაი ხალხის ხელში არის და დიდი იმედით უყურებს უკოლა და ახლა ისე რომ აი ყველა რო დაგინახავს მაშინ ახსენდება ყველას რომ აი ფეხბურთზე და ერთი რაღაცა წამოგაცდინოს და აბა რა ასე თქვი სასიხარულოს და მომავლით იმედით უყურებენ და ახლა რო უყურებ სტადიონზე ხო მე როცა ლანჩხუთში ვარ სუდავდივარ თამაშზე რო უყურებ სუნაცნობები აი ის ხალხი რა ვინც დადიოდა ერთ თამაში არაცდენენ და ყველა თამაში დადიან ისე უყვართ ფეხბურთი და ხო ნახოთ რა იქნება თან ისინი კრიტიკული მაყურებლები კი რა თქმა უნდა კრიტიკული რა თქმა უნდა ობიექტური ყოველთვის ახლა ძალიან იშვიათად რაღაც უცმაწური სიტყვები და ამით უკვე არ პირიქით არა სხვა ქალაქებიდან განსხვავებით ჩხუჩი ისე რომ თავის ფეხბურთელებს ყოველ შემთხვევაში არა რაღაცა ეს კულტურა დაცულია კი რაღაც მაგხრივათაც ცნობილია ხო და ძალიან კაი სიტუაცია დღეს იმედიანად არიან და ნახოთ აი ხშირად მირეკავენ ახლა მე მირეკავენ მეუბნებიან როდის იწყება ცხრილი ხომ არ გამოსულა სადა ვისთანაც რა გუნდია ვინ დაგვემატა და არის რა მოკლედ აი თვალშორის რაც თქვენ თქვით ბატონო მე მინდა ბატონო რა თქვენ გითხრათ თუ ახლა მესმის რომ იქ აი ან როგორია თქო მომავალი გეგმა ანუ ძირითადად მაინც ფეხბურთელები მესმის რაღაც ცხრილია შიდა ჩემპიონატი მესამე ლიგა მაგრამ აი წინასწარ ვიცი ჯერ თუ მაინც ჯერ რაღაცა ის უნდა მოგვარდეს ძირითადად ბაზისაკითხი გუნდი მაქსიმალურად ყველაფერი უკვე წესრიგშია ნუ რასაკვირველია გუნდს განახლება ჭირდებოდა ახლა იმ შემადგენლობით მიდის თუ არა მოლაპარაკებები ბუნებრივია და თუ უკვე მოლაპარაკები მიდის კი არა დამთავრებულია გუნდის დაკომპლექტება აყვანილია მე მგონი თუ არ ვთქვი ზუსტად არ ვიცი სხვა შეშორის ამაში უფრო ჩემი უმცროსი შვილი მიუხედავად იმისა რომ თვითონ ჯერჯერობით მოქმედი ფეხბურთელია იმდენად ჩართულია ამ საკითხებში მისი მეგობარი ხელმძღვანელობს საფეხბურთო საკითხებს ჩვენც ასე ვთქვათ ჯერჯერობით ბოლომდე არა მაგრამ რაღაც სანამ დაკომპლექტდება შორიდან ვადევნებთ და ახალი ფეხბურთელების მიყვანა მე მგონი უკვე დამთავრებულია 7 რო ახალი ფეხბურთელი მეტიც უკვე მიყვანილია გუნდი დაკომპლექტებულია უფროსწილად ისევ და ისევ 99 წლის ჩვენი ერთ-ერთი
მეგობარი და პარტნიორი იმ პერიოდის გოჩაღდებოჩავა ხელმძღვანელობს გუნდს და ასე ვთქვათ, მზათა ვართ იმისათვის, რომ ვიბრძოლოთ მეორე ლიგაში გადასასვლელად. ძალიან კარგი, მე უბრალოდ ფინალისკენ მიდი ჩვენი გადაცემა და კიდევ ერთხელ მე აი პირველი ზარის ავტორმა, როდესაც ერთი ზარი იყო, ავტორმა თქვა, რომ თითქმის 5 წლიდან ფეხბურთს გულშემატკივრობ, მაგრამ იმდენად დიდია კავშირი, ეს ემოცია ლანჩხუთთან დაკავშირებით და ლანჩხუთის გურიასთან და ვიცი რომ ჩვენ ვინც ახლა ჩვენ გვიყურებს და გვისმენს განსაკუთრებით მაგ კუთხიდან და განსაკუთრებით ის ადამიანები, რომლებიც აი თუნდაც ამ ისტორიულ მონაკვეთზე, ნუ ბევრს წრემლი წამოვა, ბევრს ისეთი რამ გაახსენდება. თქვენთვისაც მესმის ახლა, მაგრამ ჩვენ გვინდა მე პირადად მინდა ვთქვა, რომ აუცილებლად ჩვენ თუ იქნება ამის ზაობა და მით უმეტეს, ოდესაც ჩვენ იცი ჩვენს გვინდა ხოლმე რომ ისეთ საკითხებზე ვისაუბროთ, ვილაპარაკოთ, მით უმეტეს ისეთ გადაცემებში, როგორცაც თქვა დროის სამართალია, ხო? რომ ყველაფერმა თითო აგური დადო, მაგათაც ფეხბურთის ისტორიაში. ლანჩხუთის გურიამ საკმაოდ დიდი და საკმაოდ ბევრი აგური დადო და შესაბამისად გვინდა ხოლმე ეს გავიხსენოთ და ჩვენც გვექნება თუ გვექნება საშუალება აუცილებლად ინფორმაციას მივასწრით. არა მხოლოდ გურიის და ლანჩხუთის და გურიის მოსახლეობას, არამედ აქეთ თბილისის და დაინტერესებულები ვართ, რომ მუდმივად რაღაცა ისე ვქონდეს და ჩვენის მხრიდან გვექნება იმის საშუალებაც, რომ რაღაც გავაშუქოთ, თქვათ, ვისაუბროთ, ბევრ თამაშზე ჩამოვიდეთ, იმიტომ რომ აი მე რა ემოციაც დამრჩა ეს. მგონია რომ ყველა თამაშზე სადაც კი მივიღებ მონაწილეობას, აი ის იქნება ყოველთვის გამარჯვების და ესეც რასაკვირველია პირველ რიგში საერთო საფეხბურთო ქართული საქმიდან გამომდინარეობს, ეს არ არის კონკრეტულად რაღაც ლანჩხუთის რა თქმა უნდა გურიის ინტერესები ჩადებული ამაში გურიის გაძლიერებას სტიმულს მიცემს სხვა გუნდებს, რომ არ ჩამორჩენ რაღაც კონკურენცია იგრძნონ და ეს საბოლოო ჯამში წაადგება იმას, რომ საკლუბო ფეხბურთში რო გვიჭირს ეს ყველამ კარგად ვიცით და კარგი იქნება სხვა გუნდებისთვის, სხვა მეპატრონეებისთვის, სხვა გუნდების ხელმძღვანელებისთვის, ასე ვთქვათ, მაგალითი, რომ ცოტა გუნდს მეტი ხელშეწყობა ჭირდება და მეტი მხარდაჭერა ჭირდება თვითონ გუნდების ხელმძღვანელობიდან და ფეხბურთის ფედერაცია მარტო ვერაფერს ვერ შეძლებს, ახლა მათ კონკრეტული გუნდების მართვა არ ეხებათ. და მათ მოვალეობაში არ შედის. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ ჩემპიონატი გამართულად მიმდინარეობდეს, კონკურენტუნარიანი იყოს, ორივე არის, მაგრამ იმისათვის რომ აიწიოს კლასმა, საჭიროა რომ მეპატრონეებმა ცოტა უფრო, ასე ვთქვათ, ორი უნდა გამოიბერტყონ და მეტი უნდა გააკეთონ გუნდების განვითარებისთვის. და შიდა პოპულარიზაცია ხა ბუნებრივია ეს, მაყურებლისთვისაც ხანდახან გულდასაწყვეტია რა ზოგ თამაშს რომელსაც აშუქებენ ხოლმე და ზეითად საზოგადოებრივ მაუწყებლობას აქვს. მე მგონი თუ არ ვწდები, ის რო უყურებ ხოლმე ხანდახან გულდასაწყვეტია რომ აი მაყურებელი საერთოდ ისე მიდის ზოგი თამაში რომ შიდა ჩემპიონატის რო აი მაყურებელი არ აყავს და ქართულ ფეხბურთს ყოველთვის პირველი ვინც რატომ თქვი რომ პირველი იყო ის ერთგული მაყურებელი, ის კრიტიკული მაყურებელი და ხშირ შემთხვევაში რა თქმა უნდა ფეხბურთელებიც ეს ძალიან გადამდებია ხა თქვენ მით უმეტეს იცის და ეს პასუხისგებლობას და მოვალეობას. აყურებლის გარეშე ფეხბურთი წარმოიდგინე ახლა რომ არაფერი არა, ხო, აი ჩვეულებრივი ვარჯიშია რა. თუ მაყურებელმა არ შეგაფასა, ვინმე ტაში არ დაიგრა, ვინმე არ შეგაქო, აი შენი ოსტატობა არ დაინახა, ჩათვალე რომ არაფერი არა რა, ჩვეულებრივად თამაშობ ამხანაგურ თამაშს და რაღაც ასეც, ხო? ამიტომ აუცილებელია მაყურებელი უნდა მოვიზიდოთ, ამიტომ ხარისხი უნდა გავაუმჯობესოთ, იქ აუცილებლად ევროპაზე უნდა მოხვდეთ რომელიღაც იმაზე. ახლა ეს აუცილებელი არა, ჩვენ დაველოდოთ ლანჩხუთის გურიას, რომელიღაცა სხვა გუნდი რომ მე იმას მივიბაძოთ და ლანჩხუთის გურიას ანა გადავა პირველ ლიგაში და ეს შეიძლება მოხდეს წელსვე და შეიძლება მომავალ წელს რა რომელიმე კლუბი გაძლიერდეს და ახლა
მართლაც ეგე 24 საუკეთესო გუნდია ყარაბაღიო ეს ალმატა და უყურებ თამაშებს არა ალმატა ვერ გავიდა ანუ იქ იმაში მაგრამ 32-ში გავიდა და ფაქტიურად იქ ესე იგი ისე ჯგუფში იყო მოხვედრილი ბარსელონა და რეალ მადრიდი და ჩელსი მაგრამ ისტორია თავისებურად დაწერა თქვა ეს იმაში ახლა ეს აგძელებს კიდე ეგ რა ვიღაცაში აბა ესენი კიდე აგძელებს ხო ეს ყარაბაღი კიდე აგძელებს ის ყარაბაღისთვის ჩვენ დროს რო ეთხოვნათ ყარაბაღს ამხანაგურ თამაშს არ ვეთამაშებოდით აი რა წარმოიდგინე მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ძალიან მალე იქნება ამის ხო ერთი ის მინდა რა აი ერთი აი წერან ძალიან კარგად ბრძანა მერაბმა და მეც მინდა რომ ერთი ორი სიტყვა თქვა იმ ბაზასთან დაკავშირებით ეს ბაზა არის არ ვიცი აი ოქრო საბადოა რა ახლა აი ისეთი მოცულობით სადღაც 9 ჰექტრამდე იყო საერთო მოცულობით, ანუ საერთო მოცულობაში ვეტევით ჩვენ რომ მინდვრები თუ არ დავამატეთ 1 მინდორი არ ყოფნის ახლა იქ მე რა მაფხედველობაში და რას ფიქრობდი და რა გავაჟღერე კიდევაც რამდენიმეჯერ ტელევიზიითაც გამოვედი და გაზეთშიც დავწერე და ყველგან სადაც კი მიმიწვდება ხალხი ყველგან მინდა ეს რო თქვა რა იმიტომ რომ საქართველოში არა მსგავსი აი არა აი ჯერ სხვის პირას მე გადასარევი აი სხვაგანაც არ მინახავს ნაძუნარში ხო აი ხო მე რა პეთახმები და ნაძუნარში და არის იქ სადღაც დავდივართ ახლა რა ჩეულებრივ კომფორტულ სასტუმროში რაღაც დავუშვათ იგივე თურქეთში და იგივე ზაბერძნეთში იგივე იმაში და ну რა თქმა უნდა ფული ხარჯება ფული გადის ქვეყნიდან აგერ შენი გექნება შენთან იქნება ნებისმიერი სპორტის სახეობა თუ სპორტაზე გაკეთა ну ეს არის ის კი არა რომ აი რაღაც საოცნებო და რაღაც ამ ეს არის აი თვალინდელი დღე რომლის ამდვილად შეიძლება რომ გაკეთდეს და თან როგორი ისა იცი არც დრენაჟი უნდა არაფერი არ უნდა ერთი სტადიონი გვაქვს არ ვიცი რა და იმის ერთი სტადიონი დღესაც შენარჩუნებულია არავინ არ ერთი პერიოდი აი უმიდა ის რო იყო საქართველოში და არეულობა რო იყო არავინ არ პატრონობდა მაგრამ ეს მინდორი იყო იდეალური ყოველთვის და ჩამოდი ვისაც მოესურვებოდა ყველა ვარჯიშობდა და ყველა იმიტომ რომ განუკითხაობა იყო და ახლა არის საშუალება იმის რომ ეს გაკეთეს ლამაზი კოპცია იმნაირი რომ საქართველოში კი არა კავკასიაში კი არა საერთოდ არ იყოს კიდე ყოფილი საბჭოთა კავშირში და ინდა ამ შავი ზუსპირეთში საერთოდ და რატო როცა ნამდვილად ვიცი რომ ლანჩხუთის გურიას საკუთრება იყო ეს ტერიტორია და მე მგონი ამაზე თვითონ ვისაც აქვს წაღებული ის მგონი არც ისინი იტყვიან მაგაზე და არ წავლენ წინააღმდეგი და რაღაც დათმობას გაგვიწევენ ალბათ რომ ეს დაბრუნდეს და დარწმუნებული ვარ რომ ერთ-ერთი საუკეთესო იქნება თავარი არის თუ მოხდება სწორი კომუნიკაცია რაც იგივე ბატონმა მერაბმას თქვა რაც თქვა ბატონმა თემურმა და ყველაზე მთავარი არ გვინდა რაღაცა გადამთიელი ვიღაც სხვა ინვესტორი მით უმეტეს ოდესაც ლაბორატორიას ეს ჯაი ეს არის ამას ქვია ხო ეს არის რაღაცა ბუნებრივი რაღაცა რეალურად რაღაც ისტორიულად დაფუძნებული იმაზე რომ იყო ლანჩხუთის გურიის აგერ გამოჩნდნენ ადამიანები ოჯახი რომელიც ამ ყველაფერშია თუ იქნება სწორი კომუნიკაცია თუნდაც იმ კერძო მესაკუთრესთან და დარწმუნებული ვარ რომ ამ შემთხვევაში არავინ არ აპირებს რაღაც კერძო მესაკუთრეს უფლებების დარღვევას სამწუხაროდ ესე მოხდა იმ დროს და ვიცით როგორც ხდებოდა და ნუ ვიცით ლარა და 1000 ლარად ნაყიდი სხვადასხვა ტერიტორიები და სამთხოვები მაგრამ ამ შემთხვევაში თუ სწორი კომუნიკაცია მოხდება დარწმუნებული ვარ რომ ეს დარჩება და იქნება და გააგრძელებს და ისევ ქართული სპორტი ფეხბურთი და მართლა სხვადასხვა არა მარტო ფეხბურთი დამოკიდებულება პირველ რიგში ყველა კარგად ამაში ხა არც არის საჭირო ამის თქმა რომ ვიღაცას ეჭვებარებოდეს რომ როგორც ხდება ხო ვიღაცა მეცაიღო და სხვა მიზნით უნდა და რაღაცა იმას ააშენებს და იქ ხო იმას რა ქვია
რაღაცა სხვა რაღაცას კაზინოს გააკეთებს ხო, და და კომერციული იციან და მიზნით. იმას. ანუ აქ ჩართულები არიან აქტიურად ამ ფეხბურთზე შეყვარებული ჩემი შვილები, მათთან ერთად კიდე დავასახელებ რომ კახისთან ერთად თემურ შენთვისაც არ მithქვია თუ იცი კახისთან ერთად არის მისი მეგობარი და პარტნიორი ლეგენდარული ქართველი კალათბურთელის ზურაბ საკანდელიძის შვილიშვილი. მithumetes. აი, ანუ ორივეს განწყობა, ორივე სპორტულ ოჯახშია გაზრდილი. მithumetes. გარდა მათ, ასე ვთქვათ, სხვა რამეც ასე ვთქვი, ამის გარდა სხვა მიზნები არ ამოძრავებს არც ერთს არც მეორეს და თავიანთი ასე ვთქვათ ბიზნესში ნაშოვნი ფულის ინვესტირება უნდათ რომ მოახმარონ ქართულ სპორტს რა. აი ბატონო მე რომ დარწმუნებული ვარ გარდა იმ ფაქტორებისა რაც თქვენ ახსენეთ იგივე თქვათ სახელმწიფოს დამოკიდებულება იგივე პრემიერი იქნება ეს თუ ინფრასტრუქტურის მისასში დარწმუნებული ვარ აი გოგონა ქალბატონიც რომელიც არის დღეს ნუ ვინც ალბათ ფლობს ამ ტერიტორიას ბატონი ბენდუგიძის დარწმუნებული ვარ ჩანაცვლე ნებისმიერ შეთავაზებაზე სწორი ხო ქალიშვილები სწორი კომუნიკაცია თუ იქნება აი დარწმუნებული ვარ რომ მოხდება და ბედნიერი ვიქნები გაუხარდება ყველას მარტო ჩვენ არა და მარტო თქვენ არა ნებისმიერ მაყურებელს ხვალზე რომ ახალგაზრდაობა გაიზრდება და პირველ რიგში რომ ის სოფელი არ დაიცლება აი ის სოფელი ხო გურიის ტერიტორიიდან დაწყებული სოფელი რო არ დაიცლება იმიტომ რომ სპორტზე უკვე რო შევა ბავშვი ფეხბურთზე მას მის ოჯახს ეცოდინება რომ გარანტირებული აქვს იქ მისი ყველა ჯანმრთელობის პირობა სავარჯიშო მოედანი თუ ასე შემდეგ მწვრთნელიც იქ იქნება და ახალგაზრდაც იქ იქნება და ეს мотиваცია იქნება მთელი იმ ხარის რაიონის ხო გე სამტრედიაზე ახსენეთ სამტრედიასთან ესე გვერდზეა ხო ის სამტრედიის გუნდის და ამას გამოიყენებს ყველა ხო და ამიტომ დარწმუნებული ასე იქნება და მე გისურვებ კიდევ ერთხელ მე მინდა რომ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გითხრათ ბატონო მერაბ ბატონო თემურ და უნდა მიიღო კიდე ჩვენთან ლეგენდარულ ხალხს მონაწილეობა მაგრამ მე დარწმუნებული ვარ დიახ ბატონო ოთარს და მე დარწმუნებული ვარ რომ ჩვენის მხრიდან მართლა გული და სულით აი მინდა რომ გამოგიცხადოთ ზაუბაც რომ გავაშუქებთ ვიტყვით ვაჩვენებთ ვიქნები მეც გავხდები კიდევ ერთხელ მონაწილე იმ წარმატების და თქვენ ბატონო მერაბ თქვენ ოჯახს იგივე კახის იგივე ლევანს და ბატონო თემურ თქვენ და ყველა იმ ადამიანს ვინც მონაწილეობას მიიღებს ამ საკითხში მინდა წარმატებით ეს არის ჩვენი წარმატება და ჩვენი ქვეყნის წარმატება თქვენ მინდა ასევე გამოვიყენო დღევანდელი ეს ეთერი იმისათვის მადლობა მინდა გადაგიხადოთ რადგან თქვენ პირველები აღმოჩნდით ვინც ასე ვთქვათ გურიის დღევანდელი მდგომარეობა გააშუქა და ჩვენი მხრიდან აგერ მე და თემურა მინდა შეგპირდეთ რომ ჩემპიონთა ლიგაზე მატჩების ტრანსლაციას უფასოდ მოგარდეთ. დიდი მადლობა. უგმესი მადლობა. მოკლედ ლეგენდარული ფეხბურთელები, ვეტერანები, ბატონი მერაბ ჟორდანია და ბატონი თემურ ჩაიძე გახდათ. ჩვენ გაცემის სტუმრები დროის სამართალი ამით დამთავრდა. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გითხრათ. კარგად ზანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე ნახვამდის. დიდი მადლობა თქვენ. გადაცემა დროის სამართალი. დაიწყე აზროვნება დღეს.